ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხახულის ეკლესიაში, ხახულის ტაძარში. ის მე-10 საუკუნის ბოლოს ააშენა დავით კურაპალატმა. დავით კურაპალატმა ამ რეგიონში 4 დიდი ტაძარი ააგო. ეს არის 4-თა ეკლესია, პარხალი, ოშკი და ხახული. ხახული ერთ-ერთი იშვიათ საგანია, რომელშიც დღესაც მეჩეთი ფუნქციონირებს და მოლა აღავლენს თავის ლოცვას. მაგრამ თავისთავად ეს არ არის ცუდი მოვლენა ტაძრისთვის, როგორც კულტურული ძეგლისთვის, რადგან ამან ხახული ყველაზე კარგად შემოინახა ძეგლებს შორის. ამ თემაზე უფრო მეტ კითხვას ისტორიკოს ბუბა კუდავას დაუსვავთ. ბუბა, დავით კურაპალატის სამშენებლო, ასე ვთქვათ, საქმიანობიდან ეს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ პირდაპირ მითითება გვაქვს ქართლის ცხოვრებაში, რომ მან ააგო ხახულის ტაძარი. დანარჩენი შესახებ ძირითადად ვიგებთ ჩვენ ეპიგრაფიკიდან, ტაძრის წარწერებიდან. ეს არის დავით კურაპალატის პროექტებიდან ყველაზე მოკრძალებული, თუმცა ეს ყველაზე მოკრძალებულიც კი არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ტოვებს. არ არის დიდი კათედრალი, დიდი ზომის ტაძარი, თუმცა საკმაოდ დახვეწილი არქიტექტურა, მე-10 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, პროპორციებით, სამშენებლო ტექნიკით, დეკორით, არაჩვეულებრივი რელიეფებით, მაგრამ როგორც ჩანს, მონასტერი საკმაოდ დიდი იყო. ამაზე მეტყველებს შემდგომი პერიოდის ჩვენთვის ცნობილი ფაქტები, რომ აქ ბევრი რამე იქმნებოდა, გადაიწერებოდა და სხვათა შორის მონასტრის ნამონასტრალის მასშტაბიც ამაზე მეტყველებს. არის შემორჩენილი რამდენიმე ეკლესია, ამათგან 2 გალავნის შიგნით. გალავანს თუ გავყვებით, ფრაგმენტულად არის შემორჩენილი, მაგრამ რაც არის შემორჩენილი თუ გავყვებით და შემოვფარგლავთ, საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. სამწუხაროდ სატრაპეზო და მსგავსი ნაგებობები არ აგვაქვს დარჩენილი, გვაქვს კიდევ ზღუდის გარეთ რამდენიმე ეკლესია. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ეს იყო საკმაოდ დიდი კომპლექსი და დიდი მნიშვნელობის მონასტერი. კიდევ ერთხელ რო ჩამოვთვალოთ, დავით კურაპალატის სახელს უკავშირდება ოშკის, ხახულის, 4-თა ეკლესიის და პარხლის შენება. ამათგან სხვაგან ცოტა სხვაგვარი სიტუაცია და შესაძლოა ეს პირდაპირ დავითს უშუალოდ დავითს უკავშირდებოდეს და ამიტომაც არის ხაზგასმული მატიანეში დავითის მიერ ხახულის აგება. სხვაგან მაგალითად ოშკში აშენებს ძმასთან ერთად, ბაგრატ ერისთავთან ერთად. პარხალში და 4-თა ეკლესიაშიც ბოლომდე ნათელი არ არის, თქვა თავიდან ბოლომდე ეს მისი პროექტია თუ სხვა იწყებს და თვითონ ასრულებს. მოკლედ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო. შემორჩენილი გვაქვს ეკლესიაში ფრესკების ნაწილი და ასევე ბარელიეფები შიგნით. ხო, ბიბლიური სცენებიდან, ასევე ჩვენ ნახეთ, რომ მშენებლების სახელებიც არის, ორი შემთხვევა, ჯავახი და თოლიშავი, რომელიც შემდეგ უკვე პარხალშიც გვხვდება. წარწერებით სამწუხაროდ ძალიან მდიდარი არ არის, მაგრამ გვაქვს რამდენიმე ნიმუში, როგორც აღნიშნე, როგორც ჩანს ქვის მთლელების, ოსტატების მიერ შესრულებული რამდენიმე სახელი ფიქსირდება, მათ შორის ჯავახ და თლშვ. სხვათა შორის ამას წინათ როცა ვიკვლევდი პარხლის ტაძრის საღებავით შესრულ წარწერებს, ოსტატების, ქვის მთლელების წარწერებს, იქ შემხვდა ზუსტად ეს სახელი რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმით, თლშვ, თშვ და ერთგან სრულად თოლიშავი. აშკარაა, რომ ამ კაცს ქვია თოლიშავი და ის მუშაობდა პარხალში. ეს იყო უცნობი წარწერები. მაგრამ ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, გადათვალიერებისას წავაწყდი ექვთიმე თაყაიშვილთან, რომ თლშვ აქაც ფიგურირებს. და როცა შევადარე ეს ორი წარწერა, აშკარად ერთი ხელია. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენთვის ცნობილი, შეიძლება ყველაზე ძველი შემთხვევა, როდესაც დოკუმენტურად დასტურდება, რომ ერთი და იგივე ოსტატი მუშაობს ორ სხვადასხვა ეკლესიაზე. აი, თოლიშავი იმუშავა ჯერ პარხალში, შემდეგ აქ, ან პირიქით. ეხლა წავიდეთ გვირგვინზე ალბათ დავით კურაპალატის შემოქმედებისა და მოღვაწეობისა ოშკი მოვინახულოთ. ქართული არქიტექტურის
ვეფხისტყაოსანი ასე უწოდა ვანო გრემელაშვილმა, ცნობილმა ქართულმა რესტავრატორმა და ალბათ მართლა გვირგვინია ქართული არქიტექტურის. კაი, წავედი. ჩვენ ახლა ვიყოფებით ქართული არქიტექტურის შეიძლება ითქვას ფუძემდებლურ ძეგლთან, რომელსაც საფუძველი დაუდო, აი ამ ოქროს ხანისაც მე მოგვიანებით ქართულ არქიტექტურას მე-11 საუკუნეს, მე-12 საუკუნეს. ეს არის ოშკი. მისი მშენებლობა დაიწყო 963 წელს და დასრულდა 973 წელს. ძეგლი ერთად ააგეს ძმებმა, დავით კურაპალატმა, დავით მაგისტროსმა, რომელიც შემდეგ კურაპალატი გახდა და მისმა ძმამ ბაგრატმა. ბუბა, რა პოლიტიკური გარემო არის ამ დროს და აი რას ნიშნავს ამ ძეგლის იმ პერიოდში აგება?
აშოტ პირველი დიდის აშოტ ბაგრატიონის მემკვიდრეებს შორის შემდეგ ქართველთა საკურა პალატო ნელ-ნელა ნაწევდება, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა რამდენიმე შტო და ერთ-ერთი მძლავრი შტო გახლდათ ტაოს შტო, შემდეგ ტაოს შტოც იყოფა უღრად იმიერტაოს და ამიერტაოს და იმიერტაოში მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში ჩანან ეს ძმები დავითი და ბაგრატი, ადარნასეს ძენი, რომლებიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ. შემდეგ მალე გარდაიცვლება ბაგრატი და დავითი აერთიანებს არა მხოლოდ იმიერტაოს და მოსაზღვრე პროვინციებს, არამედ იწევა სამხრეთით და იერთებს ისტორიული სომხეთის მნიშვნელოვან ტერიტორიებს მუსლიმი მბრძანებლებისაგან. მას აქვს იმპერატორის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ამაში, უფრო სწორად აძლევს იმპერატორი ამის უფლებას, რომ გაათავისუფლოს და თავის სიცოცხლეში მართოს. ბიზანტიის იმპერატორი. ბიზანტიის იმპერატორი. საკმაოდ დიდი ფიგურაა, არა მხოლოდ ბაგრატიონთა შორის, არამედ მეზობელ სომხურ სამეფო სამთავროთა მეთაურებს შორისაც გამოირჩევა, რეგიონული ლიდერია, ასე ვთქვათ. და ალბათ აშოტ პირველის მერე აი ამ ქართველთა სამეფოში ესეთი წონის ფიგურა არც ყოფილა. კი ბატონო, შეიძლება გარკვეული ნიშნებით აშოტზე წინაც დავაყენოთ და გამორჩეული ფიგურა, ანუ აშოტიდან ერთიანი საქართველოს ჩამოყალიბების დაწყებამდე ბაგრატ მესამემდე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი ფიგურა არის დავით კურაპალატი. როგორც თქვი, ამ დროს კურაპალატი არ არის, ჯერ არის მაგისტროსი და ის ძმასთან ერთად ბაგრატ ერისთავთან ერთად იწყებს ოშკის ტაძრის მშენებლობას. ეს ის ბედნიერი შემთხვევა, როდესაც გვაქვს ბევრი წარწერა ამ ტაძრიდან. სამწუხაროდ ძალიან ბევრი კარგი ეკლესია გვაქვს საქართველოში, რომელსაც ხშირად ერთი სამშენებლო წარწერაც კი არა აქვს. ეს ის შემთხვევა, როდესაც მრავლად გვაქვს ცნობები თვითონ საკუთრივ ტაძარზე, წერილობით ნარატიულ წყაროებში არა გვაქვს, მაგრამ ამ დანაკლისს გვივსებს ეს წყაროები. აქედან ეს ბედნიერი შემთხვევა, როდესაც ზუსტი თარიღები ვიცით, იშვიათად ვიცით ასე ზუსტი თარიღი. 963 წელს ეკურთხა მშენებლობა ხარება დღეს და სხვა წარწერით უკვე ვიგებთ, რომ 10 წელს გაგრძელდა მშენებლობა, ანუ 973 წლებში. 10 წელი თითქოს ბევრია, მაგრამ ამ მასშტაბის ტაძრისათვის ნიშნავს, რომ საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა მშენებლობა. ბაგრატი ვერ მოესწრო ტაძრის დასრულებას, 3 წელიწადში აღესრულა და შემდეგ გააგრძელა და დაასრულა დავითმა, რომელიც მერე შემდგომ მოგვიანებით ხდება კურაპალატი. ძალიან საინტერესო არის ძირითადი წარწერა მთავარი სამხრეთის შესასვლელის კარის თავზე, რომელიც ტიმპანზე არის მოთავსებული. ძალიან ვრცელი წარწერა არის ძალიან. ერთ-ერთი ვრცელი, რაც კი გვაქვს და სხვათა შორის საინტერესოა იმითაც, რომ არ არის ნაკვეთი, არამედ მელნით არის შესრულებული და წითელი მელნით. სინგურით და შემოგრჩა დღემდე. და ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა ბევრი სხვა ნიშნით. ნუ ჯერ ერთი ძალიან კარგი დოკუმენტია ჩამოყალიბებული და მოტანილია ბევრი დეტალი, განსხვავებით თქვა სხვა წარწერებისაგან, სადაც სულ რამდენიმე დეტალი არის ხოლმე და კონკრეტული და ერთი რომ ქტიტორების გარდა იხსენიება გრიგოლ საქმესაზე ზედამდგომი, ძალიან საინტერესო თანამდებობა, ანუ დღევანდელი გაგებით პროექტის მენეჯერი, ასე ვთქვათ, მშენებლობის ხელმძღვანელი. კი არის გამოთქმული აზრი და ახლა შენც გაგიჩნდა ეგ აზრი, რომ ხომ არ არის ის შეთავსებით ხუროთმოძღვარი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არ არის ხუროთმოძღვარი, რო ყოფილიყო რაღაცა სხვა ტერმინს გამოიყენებდნენ. თანაც შინაარსი წარწერისა ისეთია, რომ აშკარად ორგანიზაციული საკითხებია წინ წამოწეული და არა, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი. აქ არის მოტანილი ბიუჯეტი, რაც იშვიათად გვხდება, უნიკალური წარწერა ამ მხრივ, ყოველწლიურად გაწეული ხარჯები. ნუ ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გადავამრავლოთ 10-ზე და დაახლოებით თანაბარი ხარჯები გაიწეოდა ხოლმე ყოველ წელს და თუ საფუძვლიან კვლევას ჩავატარებთ, შეგვიძლია თანამედროვე სტანდარტებით გამოვიანგარიშოთ კიდევაც რა იყო ამ მშენებლობის ბიუჯეტი. ახლა ამას აწერია 20,000 დრამი, ხო, წელიწადში და ნუ შეიძლება ალბათ იმის გამოთვლა, მაშინდელი 20,000 დრამი დღეს რამდენი შეიძლება იყოს. შესაძლებელია, მაგრამ ამ ხრივ კვლევა ჯერ არ ჩატარებულა სამწუხაროდ. ეკვივალენტი რა იქნებოდა დღეს რა მთლიანობაში. არის დასახელებული ამდენი ღვინო, არის რკინა გამოიყენებოდა ცხადია კონსტრუქციებში, თქვათ, იქ ასას
ტრანზიტი მექანიზმები რაღაცებისთვის საჭირო იქნებოდა ცხადიარქი და მჭედლები მონაწილეობდა 50 სპეციალისტი, ანუ ხუროები, კალატოზები, მჭედლები 50 და 80 მუშაკი იყო სულ. ხო, და კიდე როგორც მახსოვს 30 ხარი. ანუ 15 უღელი ურემი. Ну, შეიძლება ცალ, ასე ვთქვათ, ზოგიერთ მარხილში ერთი ხარიც იყოს შემული შეიძლება. Ну, 30 ხარი. პლუს კიდე რაღაც ახლობით ამდენივე სახედარი, რომელიც ქვას ზიდავდა ასევე. ესე იგი, ალბათ სავარაუდოდ შედარებით პატარა გათლილ ქვებს ზიდავდნენ სახედრებით და უფრო დიდ მოზრდილებს აი მარხილებით. სხვათაშორის აი ესეთი ერთ-ერთ ადრე მოხსენება ქონდა ერთ-ერთ სტუდენტს თავისუფალი უნივერსიტეტიდან, აღარ მახსოვს გვარი მისი, ძალიან საინტერესო აზრი გამოთქვა, რომ ეს არის ერთგვარი გამჭვირვალობის დოკუმენტი. ანუ გრიგოლ საქმეზე ზედა მდგომმა გამოაქვეყნა ღია და არაფერი მაგ დასამალი ბატონო აი ხო სხვათაშორის იქ ხაზგასმულია ერთგულებასთან დაკავშირებით ანუ მეფეებმა იცოდნენ ჩემი ერთგულებაო რა და პატივი მხვდა წილად რომ აი ეს გამეკეთებინაო დაახლოებით ამ შინაარსის ის არის პასაჟია იქა და აი ამ ერთგულების დადასტურებად დადასტურების ნიშნად ეთყობა ეს მონაცემებიც გამოაქვეყნა ძალიან კარგი უპრეცედენტო შემთხვევა შეიძლება ითქვას ჩვენს ეპიგრაფიკის ისტორიაში წამოდი ახლა ვნახოთ აი ნამაზი დაიწყო აქ ამასობაში მოდი ვნახოთ აი ამ ტაძრის საკვანძო ბარელიეფი სადაც გამოსახულნი არიან ორივე ძმები ჩვენგან ხელმარცხნივ არის დავითის ქტიტორული ბარელიეფი ტაძრის მაკეტი უჭირავს ხელში როგორც მაშენებელს და სულ უკიდურეს მარჯვენა მხარეს არის ბაგრატის ქტიტორული ბარელიეფი და ვარაუდია რომ ეს არის ეკვტერი სადაც შეიძლება იყოს დასაფლავებული ბაგრატი და ბაგრატის გვერდით ვხედავთ ბარელიეფს სადაც გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი რადგანაც აი ეს ამხელა ტაძარი იოანე ნათლისმცემლის არის და საერთოდ უნდა აღინიშნოს რომ ამ ბარელიეფებზეც და აქ არის არწივების ბარელიეფიც სხვადასხვა ცხოველების ყველას საგანგებოდ აქვს სახე ჩამოცლილი გამომდინარე რელიგიური მოსაზრებებიდან, ხო? ნუ ეს ძველადვე განადგურდა ეთყობა ისლამის შემოსვლის შემდეგ მე-16 საუკუნიდან აქ როგორც ჩანს მალევე მოეწყო მეჩეთი, მე-19-20 საუკუნეში ჩათვლით აქ მეჩეთი იყო, შემდეგ გვიან გადავიდა აქედან და მეჩეთიც რომ არ ყოფილიყო, გვაქვს ასეთი ბევრი შემთხვევა, სადაც ჩანს რომ ერჩიან გამოსახულებებს, იმიტომ რომ მათი კულტურით ეს აკრძალულია. აი ჩვენ ბარელიეფზე ვხედავთ რომ აი ამ სამი შემორჩენილის გარდა კიდევ არის ნიში ორი გამოსახულებისთვის რომლებიც დღეს ჩამოვარდნილი არის და ერთი მათგანი დაკარგულიც არის ეს არის მაცხოვრის და ღვთისმშობლის გაუჩინარდა სადღაც 2006 წელს ხო ძალიან სამწუხარო ეხა ბუბა ჩვენ ვერ შევდივართ ტაძარში რადგანაც ის არის შემოღობილი და ჩაკეტილი რესტავრაციისთვის თუ ვიცი თან საქართველოში ვინმე თუ იცის თუ არის ინფორმაცია რას აპირებენ თუ არის ქართული სპეციალისტი ვინმე ჩართული თუ ეს სამხრივად კეთდება თურქული მხარის მიერ და თუ კეთდება რატომ კეთდება სამხრივად ხო სამწუხაროდ არ არის თანამშრომლობა ქართულ და თურქულ მხარეებს შორის ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლი, რომელსაც ჭირდება სასწრაფო რესტავრაცია გახლავთ სწორედ ოშკი. შემოღობილია ტერიტორია წესით უნდა მიმდინარეობდეს მონიტორინგი, სპეციალური აპარატურა არის დამონტაჟებული, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული რომ მიმდინარეობს ესა. ამ პროცესში არ არიან ჩართული ქართული სპეციალისტები, სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია რას აპირებენ, როდის აპირებენ, თუ იგეგმება რესტავრაცია იდეაში ალბათ იგეგმება როდესმე, მაგრამ უახლოეს მომავალში თუ იგეგმება რა მონაცემები მოგცა ამ კვლევებმა
აპარატურა რო არის დამონტაჟებული. ძალოვანი ხარაჩო დამონტაჟდა შიგნით, რომელმაც წესით გუმბათი უნდა გაამაგროს და იხსნას ის ჩამოქცევისაგან. ჩემი დაკვირვებით, რაც 1-2 შესაძლებლობა მომეცა შევსულიყავი შიგნით და რო დავაკვირდი, მაინც და მაინც არ დამჩნევს საბჭოთა რომ ეს ძალოვანი ხარაჩო გუმბათს იცავს. შეიძლება ბოლომდე არ არის მიყვანილი ამ ხარაჩოს მონტაჟი. ყოველ შემთხვევაში პასუხები ან ასეთი, ან ისეთი, ან პასუხი რა იყო, ყველაფერი კარგად მიდის გეგმის მიხედვით, ან დაუშვათ გაჩერებულია პროცესი, არაფერი არ ვიცი, სამწუხაროდ. ქართული მხარე არ ფლობს ინფორმაციას და მრჩება შტაბ-ჭრილება, რომ დიდად არც დგამს რამე ქმედით ნაბიჯებს. ძალიან სამწუხაროა. ბუბა, რა შეიძლება ვიგულისხმოთ, როცა ფუძემდებლურ ძეგლად ვთვლით ოშქს, რომ მან ჩაუყარა ახალ არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ახალ არქიტექტურულ სტილს საფუძველი. კონკრეტულად რას გულისხმობთ ამაში? ქართული ხელოვნების, ქართული კულტურის აღორძინებაზე, რენესანსის პერიოდზე რო საუბრობთ, აი კლასიკური ჩვენი ტაძრები ხო, ყველაზე გამორჩეული კათედრალები ხო, გახლავთ მე-11 საუკუნისა, შემდეგ კიდევ ვითარდება კულტურა მე-12-მე-13 საუკუნეებში ახალ სიმაღლეებს აღწევენ, მასშტაბი პატარავდება, მაგრამ ასე ვთქვათ, იხვეწება ბევრი სხვა რამ, პროპორციები, დეკორი, მხატვრობა და ქრისტიანული კულტურა, მოკლედ აი ზენიტშია ჩვენი ქართული ქრისტიანული კულტურა, სწორედ ამ ემთხვევა პოლიტიკურ წარმატებებს. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა გამორჩეული კათედრალი, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ ასე სამართლიანადაც, როგორც არის მაგალითად ბაგრატის ტაძარი, სვეტიცხოველი, ალავერდი, აწყური, გამორჩეულად დიდი ზომის ტაძრები, არქიტექტურით განთქმული, სწორედ არის შემდგომი ეტაპი. მათ წინ უსწრებს ოშკი. და შეიძლება ითქვას, რომ ოშკი არის მათი წინაპარი და საფუძველს უდევს ბევრ საკითხს. მათ შორის მაგალითად საფუძვლად უდევს მისი გეგმა ბაგრატის ტაძარს, ალავერდს, სვეტიცხოველს, თქვენ წარმოიდგინეთ სამების ტაძარსა თანამედროვე თბილისის სამების საკათედრო ტაძარს. თან გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ეს შენდება, ეს ძალიან ადრეული პერიოდია ამ მასშტაბის მშენებლობისათვის, ამ მნიშვნელობის. ეს არ არის მხოლოდ მასშტაბი და მხოლოდ ზომა, ხო, ეს არის არაჩვეულებრივი არქიტექტურა, არის თამამი გადაწყვეტები, ნოვაციები, არის დეკორი, აი რა ვიცი, არაჩვეულებრივი დეკორი, თან მე-10 საუკუნე ზოგადად მწირია დეკორით და ქანდაკებლობით, ნიმუშებით და აქ არის უხვად მთელი ფეიერვერკია და პლუს უხვი წარწერებით. და თანაც ხარისხიანი მშენებლობით ოშკის ტაძარი ფაქტობრივად დაუზიანებლად, კი დაზიანებული როგორ არ არის, მაგრამ აი ძირითადი კონსტრუქცია არის სრულად მოღწეული, მათ შორის გუმბათი. წარმოიდგინეთ 1000 წლზე მეტია არსებობს ასეთ სახით ეს 1063 წლის წინ დაიწყო ეს მშენებლობა. და წარმოიდგინეთ ეხლა ამ პერიოდში ეს საკმაოდ ძველი არის ასეთი პროექტისთვის, ხო? და ამ დროს არამც თუ საქართველოში და კავკასიაში შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქრისტიანოში მსგავსი მნიშვნელობის პროექტი ფაქტიურად არ ხორციელდება. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია, ან თუ ხორციელდება, მათ ტოლს არ უდებს ოშკის ტაძარი. ანუ არა მხოლოდ ქართული კულტურისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, არამედ რეგიონული მასშტაბით არის გამორჩეული ძეგლი. სხვათა შორის უცხოელებს, რომელთან ერთადაც მე მქონდა შესაძლებლობა დამithვალიერებინა ხოლმე, აღუნიშნავთ ეს, რომ აი რატო არ ვიცით ეს, იმიტომ რომ არაფრით არ ჩამოუვარდება მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებს რა, თავისი არქიტექტურით, დეკორით და სიძველით და მასშტაბით. აბსოლუტურად. აი ახლა მინდა ერთ პატარა რამეზე გავამახვილო ყურადღება, თუ გამოჩნდა უკვე ცოტა შებნელებულია. აქ გვაქვს ჩვენ დავითის ვარსკვლავი, ბორჯღალი და ასომთავრული წარწერა. აქედან ვერ ვკითხულობ და ზუსტად ვერ გადმოვცემ რა არის ეს, მაგრამ აი ესეთი წარწერები და ძალიან უხვად არის შემორჩენილი ტაძარზე.
აი პერანგიც ძირითადად არის დარჩენილი ალაგ-ალაგ არის ჩამოცონილი და გაძარცული. ნუ აქ ცეცხლს ანთებდნენ თავის დროზე, ნუ მე მახსოვს 2005 წელს რო ვიყავი აქ, საერთოდ საპირფარეშო იყო მიდგმული, მაგრამ რაღაცეები ხა ესეც უნდა ვთქვათ, რომ უჯობესდება, ხო? როცა ქართულ მხარეს ჰქონდა რეაგირება, ეს საპირფარეშო მოხსნეს. ნუ ტაძარი რო ცუდია რომ შევდივართ, მაგრამ თავისთავად ტაძარი რო შემოღობილი არის უკვე და დაცვის სისტემებია დაყენებული, ეს პოზიტივისკენ გადადგული რაბიჯი არის. იყო მიდგმული რაც იყო, აი ახლა აღმოსავლეთ ფასადზე იყო მიდგმული შენობა და სამეურნეო დანიშნულების და მათ შორის იყო რაღაცა თონის ტიპის რაღაცა იყო მიდგმული ამ ნიშაში და იმიტომ არის გაჭვარტული და აი ესეთი რაღაცები მოხსნეს, ანუ რაც დრო გადის ჩანს რომ მიწევს ცოდნა რომ და დამოკიდებულება იციან და უფრო ხდებიან რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობა და აქ ისეთი უდიერი მოპყრობა როგორც ადრე იყო აწლეულების წინ აღარ შეიძლება. აი ახლა სანამ დაღამდა დამატებითი ნაგებობები არის, რომელიც სავარაუდოდ იყო სატრაპეზო და შევეცადოთ რომ ესეც ვანახოთ. ბუბა, ეხლა ჩვენ დგავართ სატრაპეზოს თავზე, სატრაპეზო და აი ეს დიდი დარბაზული ნაგებობა, რომელიც სატრაპეზოს ერთვის. ეს მიგვანიშნებს ასევე იმ მასშტაბებზე, თუ რა რაოდენობის სასულიერო პირები მსახურობდნენ აქ და რა მასშტაბის სასულიერო ცხოვრება ატრიალებდა. რა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ერთი მხრივ, მაგრამ ასევე წყაროების მიხედვით რის სიტყვა შეგვიძლია ამ სამონასტრო კომპლექსის ფუნქციონირებაზე. ტაძარი თავისი მასშტაბით თავისთავად მეტყველებს რა სიდიდის იქნებოდა მონასტერი, ხო? ამაზე მეტყველებს შემორჩენილი ხელნაწერებიც, ეგრეთ წოდებული ოშკის ბიბლია, იგივე ათონის ბიბლია, რომელიც ინახება ათონის ივერთა მონასტერში, რომელიც სპეციალურად ათონისთვის გადაიწერა ოშკში. აი ასეთი ფაქტები გვაქვს, საიდანაც ჩანს, რომ ოშკი არის გამორჩეული მონასტერი, გამორჩეული როლი აქვს ქართული მწიგნობრობის განვითარებაში, სამონასტრო ცხოვრების განვითარებაში, კულტურაში, მაგრამ კიდევ ადამიანები ვართ და ხილული ფაქტები გვჭირდება, ხო? და რეკონსტრუქციისთვის მასშტაბების წარმოსადგენად შენობები გვესაჭიროება. აი ერთ-ერთი ასეთი შენობა, რომელიც მადლობა ღმერთს შემოგჩა, ბევრი მონასტერი გვაქვს აქაც, მათ შორის სადაც ძველი სატრაპეზოები არ შემოგჩა სამწუხაროდ, სამონასტრო ნაგებობებიდან თითქმის აღარაფერია დარჩენილი, მაგალითად ხახული გახლავთ ეგრე, მაგრამ აქ გვაქვს ესეთი ბედნიერი შემთხვევა, რომ კი დაზიანებული, მაგრამ მეტნაკლებად მაინც რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა შემოგჩა სატრაპეზო. თავისი მასშტაბით, ეგ ანუმეორებელია, ყველაზე დიდია თუ ერთ-ერთი ყველაზე დიდია რამ ტერიტორიაზე დაუკლარჯეთში, რომელიც აი როგორც თქვი, ერთი დიდი დარბაზით ბოლოვდება და ეს ორი უმთავრესი და კიდე არის პატარა დარბაზული ეკლესიები, ცოტა მოშორებით ტაძრისაგან, არის ამოყვანილი სუბსტრუქციები, საყრდენი კედლები, მათ შორის ეზოს მოსაწყობად ტაძრის წინ. აი ეს ყველაფერი რაც არის შემორჩენილი, საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ რა იქნება, რა დიდებული იქნებოდა ეს მონასტერი. ტაძრისა და სატრაპეზოს და ამ დარბაზის გარდა კიდევ რამდენი ნაგებობა იქნებოდა, ხო? სადაც სენაკები, რაღაც დამხმარე სამეურნეო ნაგებობები, რაღაცა მომლოცველებისთვის, საპატიო სტუმრებისთვის მოსასვენებელი ადგილები, სენაკები, მთელი სამონასტრო ქალაქივით იქნებოდა, რომელთაგანაც, ნუ აი ეს ორი ძირითადი ტაძარი და სატრაპეზო გვაქვს შემორჩენილი. ორს უსურვებთ იმას, რომ კიდე გაეძლოს და ორს გამოუჩნდეთ ქართველი პატრონების და ქართველების თურქი მეგობრების, რომლებიც ამ კულტურულ მემკვიდრეობას მიხედავენ.
ახლა ვიმყოფებით 4-თა ეკლესიაში. ეს არის ტაოს მშვენება. ყველაზე შთამბეჭდავი დიდი ტაძარი ალბათ ოშკთან ერთად ამ რეგიონში და განსხვავებით ბევრი სხვა ქართული ტაძრისგან აქ არასდროს ყოფილა მეჩეთი და მაინც შემონახულია. ტიპიურად შემონახული ქართული ტაძრები ფუნქციონირებდნენ საუკუნეთა განმავლობაში როგორც მეჩეთები, ასე რომ ადგილობრივები თურქები მას უვლიდნენ და ამიტომ შემოგვენახა. მაგრამ 4-თა ეკლესია იმდენად მყარად იყო ნაშენები, რომ დღესაც კი დგას დაზიანებული, მაგრამ სრული სახით. ის ააშენა დავით მესამე კურაპალატმა და კამარაზე გვაქვს დავით კურაპალატის წარწერა. ქრისტე ადიდე დავით კურაპალატი. წამოდით შიგნით შევიდეთ დავთვალიეროთ. ოთხთა ეკლესია არის სამნავიანი ბაზილიკა. ჩვენ ახლა ვდგავართ ცენტრალურ ნავში. მარჯვნივ და მარცხნივ არის კიდევ თითო ნავი და ორ მწკრივად კოლონები არის განლაგებული, რომელიც იჭერს ეკლესიის სიმყარეს. ტაძარი იმდენად მასშტაბურია, რომ შებაშტაბჭდილება ის ეკუთვნოდა ძალიან დიდ სახელმწიფოს, როგორცაც დავით კურაპალატი თავის დროზე აშენებდა. ის ახლა საკმაოდ დაზიანებულია და ხშირ შემთხვევაში განზრახარი დაზიანებული, მათ შორის განძის მაძიებლების მიერ. ადგილობრივებს ხშირად სწამთ ხოლმე, რომ აი აქ წასულმა ქართველებმა, ქრისტიანებმა რაღაცა განძი დაფლეს და არიან მის თხრაში. ეს არის საკურთხეველი და საკურთხევლის აი ამ ნაწილში ხედავთ, რომ სრულად გამოთხრილი იყო. ასევე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, განძს ეძებდნენ კედლებშიც. აი მაგალითად ეს კოლონა განზრახარეს გამონგრეული, იმიტომ რომ ვიღაცას სჯეროდა ან წარმოედგინა, რომ კედელში ჩააყოლეს ოქროულობა. ეს არის ერთ-ერთი ეკვდერი. სადაც ასევე ვხედავთ განძის მაძიებელთა ხელს. გათხრილ მიმობნეულ ქვებს. აი აქ ხედავთ, რომ ძალიან მონდომებით და გულდასმით უთხრიათ ჩასულან ლამის 1 მეტრი ან მეტრანახევრის სიღრმეზე, მაგრამ ბუნებრივია აქ ბევრს ვერაფერს აღმოაჩენენ. ანუ ჩვენთვის ღირებული რამე ისტორიული არტეფაქტი შეიძლება იყოს, მაგრამ რასაც ისინი ეძებენ ოქროულობა, განზეულობა, ბუნებრივია აქ არ იქნება, მაგრამ ეს რწმენა საუკუნეების მანძილზე არსებობს, რომ აი აქ ქართველები ინახავდნენ განძს და შეიძლება კედელში იყოს ან რამე სხვა ადგილზე. 4-თა ეკლესია ასევე გამოირჩევა იმითაც, რომ მასზე შემორჩენილი არის ფრესკები. აი თანადროული ფრესკები არის შემორჩენილი, წარწერების ნაკვალევიც იკითხება, თუმცა სულად გაშიფრა ვერ ხერხდება. საკურთხევლის ორ მხარეს არის სახატე ნიშები. აი აქ. აი ეს გამონგრეული არის სავარაუდოდ ასევე განძის მაძიებელთა მიერ. მაგრამ აქ ერთი კარგი ამბავიც არის, რომ ხედავთ ქართველები დადიან სანთლის ნარჩენებია, ალბათ აღდგომას იყვნენ, აღდგომის კვერცხი არის. ერთ-ერთ ქართულ მომლოცველს დაუტოვებია წარწერა, მოიხსენე უფალო, ოღონდ ქაღალდზე დაწერილი. აი წელს აბიტურიენტებს სახელებია ჩამოთვლილი,
ვედრება დაუტოვებიათ ეკლესიაში. წარმატება უსურვთ. სამონასტრო კომპლექსის მასშტაბის აღსაქმელად გარეთ დავათვალიეროთ დამატებითი შენობა ნაგებობები და ეკლესიები. ახლა ჩვენ ვდგავართ სატრაპეზოს წინ. ეს ვიცით რომ სატრაპეზოა და არა ტაძარი, რადგანაც შესასვლელი კარიბჭე აქვს აღმოსავლეთის კედელზე. აღმოსავლეთის კედელზე ეკლესიის შესასვლელი ბუნებრივია ვერ ექნებოდა, აქ იქნებოდა საკურთხეველი. აი ეს სივრცე არის ძალიან დიდი. ახლა ჩვენ ვიმყოფებით სატრაპეზოში, რომელიც სიგრძეში იქნება 30 მეტრზე მეტი, ალბათ 30-35 მეტრი, ხოლო სიგანეში, აი ეს ორნავიანი არის, სიგანეში დაახლოებით 20 მეტრი. ანუ ეს ტოვებს შთაბეჭდილებას თვითონ როგორც ტაძრის მასშტაბი, ისე სატრაპეზოს მასშტაბი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არა მხოლოდ ერთი მონასტრული ცხოვრებისთვის არის აგებული, არამედ დავით კურაპალაც ის ჩაფიქრებული და განზრახული ჰქონდა როგორც საკუთარი მეფობის გვირგვინი. გადაჭარბების გარშე შეიძლება ითქვას, რომ აქ უმასპინძლებდი ბიზანტიელ უფლისწულს თუ ბიზანტიელ პრინცესას ნამდვილად თავს მოიწონებდი ამ მასშტაბური და ულამაზესი მშენებლობით. მთავარ ტაძართან ფაქტობრივად 10 მეტრში არის კიდევ ეკლესია. მოდით შევიხედოთ. ჩვენ ვიმყოფებით ახლა საკურთხევლის წინ. არ ვიცით ეს ეკლესია ვისი სახელობის არის, მასე ცნობები არ გვაქვს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს მომრგვალებული საკურთხეველი არის, ეკლესია არის ნაშენი ქართული აგურით და შეიძლება გაგვიკვირდეს, ხო, რომ ამხელა ტაძრის გვერდით რა საჭირო ეს პატარა ეკლესია. მაგრამ ეს იყო საკმაოდ დიდი სამონასტრო საძმო და საჭიროება ხდებოდა ხოლმე ცალკე საეკლესიო მსახურებისაც. ტაოს, იმიერტაოს ფლობდა დავით მესამე კურაპალატი. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ტერიტორია ბიზანტიელებმა წაიღეს. შემდეგ ბიზანტიელებს მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში ტერიტორია წაართვეს სელჩუკებმა და უკვე მე-12 საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელი იბრუნებს ტაოს. თუმცა მთელი ამ პერიოდის მანძილზე, როგორც ქართული მონასტერი არსებობდა, მისი ცხოვრება არ გაჩერებულა. ბუნებრივია, ეკლესიის მთავარი მასშენებელი დავით მესამე კურაპალატია, მაგრამ მის მშენებლობაში წვლილი სხვადასხვა ფეოდალურ და სასულიერო პირებსაც მიუძღოდათ. მაგალითად, არის ასეთი წარწერა, სადაც იხსენიება ერისთავი ხურსი. ტაძრის თავში უმაღლეს წერტილზე მეფე დავით კურაპალატის წარწერა არის. და აი აქ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ალბათ სწორედ ის ერისთავია, რომელიც დავით კურაპალატის მთავარი დამხმარე და მარჯვენა ხელი იყო ამ ტაძრის მშენებლობაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისტორიულ ტაოში, ქალაქ იუსუფელთან. აქ 2023 წელს დააგუბეს მდინარე ჭოროხზე დააგუბეს კაშხალი. როცა 2005 წელს პირველად ვიმოგზაურე ამ ტერიტორიაზე, აი ეს ციხე, კავკასიძეების ციხე და კოშკი იყო თვალუწვდენელ ძალიან მაღალ მთაზე. და ეს იყო ფაქტობრივად აუსვლელი ციხე, რომელიც მოინახულეს ერთხელ მე-19 საუკუნის ბოლოს სტანევიჩი ავიდა, ხოლო 21 საუკუნეში ბუბაკუდავა იმყოფებოდა ორჯერ. მაგრამ ახლა ჩვენ ზემოდან უყურებთ უკვე ციხეს და კოშკს, რადგანაც რაც ქალაქი იყო ქვემოთ, მთლიანად წყალში დარჩა და ახალი ქალაქი იუსუფელი ამოიტანეს ზღვის დონიდან გაცილებით უფრო მაღლა, დაახლოებით 100 თუ 150 მეტრის სიმაღლეზე. აქ დაგუდა კაშხალი, რადგანაც როგორც ამბობენ
აქ შეიძლება გამომუშავდეს თურქეთის ელექტროენერგიის დაახლოებით 15-20% და ამას შეეწირა კავკასიძეების ციხე და ეკლესია, რომელსაც აქვს მოხატულობა. აი კადრში ვხედავთ, რომ ძველი იუსუფელის ზედაუბნის ნარჩენები დღეს წყლის ზემოთ არის, კუნძულად არის შემორჩენილი კავკასიძეების ციხე და კოშკი. ეს ხდება ხოლმე წყალმარჩხობისას. აი გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში უკვე როცა წყლის დონე იმატებს, კოშკიც, ციხეც და ძველი იუსუფელის უბნებიც მთლიანად იტბორება. ინფრასტრუქტურა არის გაკეთებული რაღაც არანორმალურ მასშტაბებში. ახალი გვირაბები, ახალი ხიდები, მოკლედ, რაც იყო მანამდელი ცხოვრება და ეს მიჰყვებოდა მდინარე ჭოროხს, მთელმა ამ ცხოვრებამ ამოინაცვლა დაახლოებით 150-200 მეტრით უფრო მაღლა. ამას ემსხვერპლა, როგორც გითხარით, ქართული ძეგლები, ეს იყო ჭალის ეკლესია, ჰამზათის ეკლესია, ბეწვზე გადარჩა ოთხთა ეკლესია და აი კავკასიძეების ციხე და ეკლესია, რომელსაც მოხატულობაც ჰქონდა, წარწერები, ქართული წარწერები, საბედნიეროდ მოესწრო მათი ფიქსაცია და ისტორიას დარჩება, მაგრამ ეს კულტურული მემკვიდრეობა დღეს უკვე დაკარგულია და თვითონ კოშკი და ციხე რამდენი ხანს გასძლებს წლის უმეტესი პერიოდის განმავლობაში წყლის ქვემოთ ჩაძირული, კაცმა არ იცის.
ახლა ვიმყოფებით იუსუფელთან ახლოს ისტორიულ სოფელ ვანისხევში, რომელსაც ახლა თურქულად ქვია თუფლიჯე. ჩვენი მასპინძლები არიან აქაური ტაოელი ქართველები, ძალიან ქართული გარემო არის, მასპინძლებიც ქართველები არიან, ჩვენთან ერთად აქ სტუმრად არიან საქართველოსთან ჩამოსული მომლოცველები. უბრალოდ როგორც მითხრეს, სულ ქართველები დადიან ამ სასტუმროში. ღმერთმა გაუმარჯოთ. აქვე აქვთ ამ დიდი მეურნეობა, აქვთ საკალმახე, ჩვენიერი მასპინძლობა გაგვიმართეს და ყველას გაგიწევთ რეკომენდაციას, რომ მოხვიდეთ, მოინახულოთ ძეგლებთან ერთად, ამ ხალხსაც დაელაპარაკოთ და მოეფეროთ. ჩემთან ერთად არის 74 წლის ტაოელი ქართველი, ბატონი მუჰამედი. გამარჯობათ. გამარჯოს. ბუბას მოუწევს რაღაცეების თარგმნა, იმიტომ რომ აქაური ქართული სიტყვები შეიძლება ზოგი ვერ გავიგო. ბუბა გაჩვეული არის უფრო და ვითარგმნის, რომ დაგჭირდება. მუჰიბეი, რამდენი სოფელი არის ახლა ქართული? სამი სოფელი ქართული აქვს. რა ქვია ამ სოფლებს? ბალხი, ქობაი, ხევაი. ქართველები რამდენი არიან? უცენ ხალხი ბევრი იყო და ახალგაზრდები აღარ არიან. ბევრი სამი სოფელი არის, ამა რამდენი არის არ ვიცი. კიდევ 60 მე იქნება. სახლი რამდენია სოფლებში? სახლი რამდენია? ბევრი იქნებია. მე მუხტარი ვიყავ, ერთი 20 წელი უცენ. მუხტარი ანუ მამასახლის. 115 ხალხი იყო, ყონაღი. სახლი. ახლა ბელგი 20 არ იქნება, 20 საათი. ჩემ სოფელში. თქვენი სოფელი რომელი არის? ქობაი. ქობაი ჩემი სოფელია. ახალგაზრდები დიდვან ხალხებში მიდიან, ბერნი არიან იშტა. ამა შე თურქი ხარა, შე ქართული ხარა, ისე რამ არ არიან, ყველა ერთია. თქვენ რო დაიბადეთ სახლში, ქართულად ლაპარაკობდით? დედა და მამა ქართული იყვნენ. ჩემი აღაი და ანაი ქართული ლაპარაკობდა, მე ისე დევწავლე, ამა ახალგაზრდები არ იციან. მაგრამ თქვენმა შვილებმა ხო იციან? ჩემი შვილი იცის და შვილი ცოტა. შვილიშვილმა ცოტა. რატომ იცი? კითხვა არ არის, წერა არ არის აკა. ახალგაზრდები არ მეჯებიანი. და ეხლა ვინც ცხოვრობს სოფელში თქვენთან, ყველა მიცის ქართული? ყველა იცის ალბათ ქართული ლაპარაკობენ. ანუ ქართულია, ქართულები ლაპარაკობს. ზამთარში რჩება ხალხი? ზამთარში არა, ვერი მაღალია სოფელი, დაბლა ჩუმოვლენ კომოთ მოდიან, რატომ ისი თოვლი ბევრი გათეულდება. ბერნი, ახალგაზრდები არ არიან. ყველა დილა არ იქნებიან ზამთარში. ეხლა თქვენმა ბიჭმა კარგად იცის ძალიან ქართული და თქვენი მეუღლეც, თქვენი ცოლიც ქართველია? კი, ჩემი ცოლიც ქართულია. ორი ძალის ქართულია და ერთი არ არის. და ამიტომ სახლში ქართულად ლაპარაკობთ და? კი, მე და ჩემი ცოლი ქართულად ლაპარაკობთ. ძალიან კარგი. ლაპარაკობ ხوارატო. ხო, ხوارატი არის, ანუ ლაპარაკს ჩვენ რო ვამბობთ, ბუბა მიყვებოდა ამ ისტორიას, რომ ეს სიტყვა თურმე აქ არ იცოდნენ. ესენი ამბობდნენ ხوارატი, ქართულად ხوارატობთ. ძველ ქართული არის, ხო ეგა? წარმომავლობა არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, იმიტომ მარტო ამ დიალექტში გამოიყენება ეს. მოკლედ, ეხლა ჩვენ კი არ საუბრობთ, ხوارატობთ აქ რო ზივართ. mesela ჩვენ დაჯეკ, ადეკ ვამბობ. თქვენ ისე არ ამბობთ. თქვენ აბლე არევნე ხართან. რუსული, ინგლისური, ჩემ მართალი ქართველები ვართან. შენ სოფელში რამდენი მაჰალია, რამდენი უბანია? ერთ ტერებში 3 მაჰალე არის. ანუ უბანი. ო. მერე ტერებში ერთი. ნაბიანი არის, ზომელი არის, აინიანი არის, მერე გაღმაი არის. და ქართველები აქ ბევრი მოდიან, ხშირად მოდიან. ბევრი მოდიან. მეც მიხარია, მოდიან ამბობენ კი გონია კი ჩემ სახლა ვარაო. გონიათ რომ ჩვენ სახში ვართო, ხო? ჩვენც ეგრე გონია. მადლობა მაშინ. თუ თურქს მოიყვანს ცოლად ბიჭი.
ბავშვს რა ენაზე დაელაპარაკებიან? ახლა სოლერი მეყვას mesela ზალი მეუყანე თურქია მე და ჩემი ცოლი ქართულად ვლაპარაკობთ ვარაუდობ ი ვერ გეიგებს მაშინ თურქულად ვამბობ დარტო და სოფელში თავისი ძველი გვარი ვინმე სახსოვს? ძველი გვარი ო უცინ დევაზე ყოფილ ვართო ისე გაგონინება რამეა დევაზე ყოფილ ხართ უცინ? ამა ბევრი არიანი ამა ახლა შეიცვალა და გვარი რა ვიცი ძალიან ადგილების ალაგების სახელები, ძველი ქართული ალაგების სახელები თქვენთან თა წყალი რა ქვია, აბა გაიხსენე. ახლა ადგილები ფაქა ქართული სახელია. გოლფარახი, მურუდაი, ვაკევნარი. მე რა ვიცი, აღარ მახსოვს. ყველა თებიც მეა და დიდმითა არის, სანახო არის. წალიკვანი არის, რა ვიცი. იაილა რამდენი გქონდა? იაილა აგარა ერთ ნეკნარი არის, ერთის კეთკეთი არის, ერთის ზოლიაგარა არის. სამი ამას აგარა რატო დაარქვით ამ პანსიონს? აგარა და მოსული ვართან, ისე გაგონილი ვართან და აგარა იყო სახელიო, ისე უთხარი ისე არის. თქვენი სოფელი აგარა ყოფილა თქვენი? ბათუმი აგარ არის რა ისე მგონი. კარგი, დიდი მადლობა ძალიან მოკლედ თქვენს გირჩევთ რომ ამ გემრიელ ხალხთან მოხვიდეთ, ეს არის სასტუმრო აგარა და თქვენც იხوارატეთ. დიდი მადლობა. უჰიბეი. მადლობა მე გიტყვა შეთქვენა. მოხვალთ, გიმიხარია, მიხარია. ჩვენს გვიხარია თქვენთან მოსვლა. ჩვენს კარგად იყავით ნახვამდე. შევყრათ პირობა ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ზმანია ჩავხდეთ მუხრანა ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია ჩავხდეთ მუხრანა
ახლა ვართ იშხანში. ამ ტერმინზე ადრეულ ისტორიაზე, მე განვითარებულ ისტორიაზე და წარწერებზე რო ვკითხა. ესე იგი იშხანი არის არა მარტო ისტორიული სამხრეთ საქართველოს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საეკლესიო ცენტრი, არამედ მთელი შუა საუკუნეების მასშტაბით შეიძლება ითქვას საქართველოსთვის გამორჩეული საეპისკოპოსოა, აქ იჯდა იშხნელი ეპისკოპოსი. ეს საეპისკოპოსო არსებობს მე-9 საუკუნის პირველი ნახევრიდან, ეს არის პერიოდი, როდესაც ამ რეგიონში მოდის გრიგოლ ხანძთელი და მისი დედის დისწული საბა ხდება პირველი იშხნელი ეპისკოპოსი და ამ ცნობიდან ვიგებთ, რომ მათ განუახლებიათ ნერსესეული ტაძარი, რომელიც დახვდათ დანგრეული, დაქცეული. ეს ნერსე გახლავთ სომეხთა კათოლიკოსი, რომელიც მიდრეკილი იყო ქალკედონეთობისკენ და წარმოშობით სოფელი იშხნიდან გახლდათ. ეს არის მე-7 საუკუნის შუა პერიოდი და აქ აი მხოლოდ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ცნობიდან ვიგებთ, რომ აქ მას აუგია ტაძარი. ამის გარდა სხვა არაფერი არ ვიცით, როგორც ჩანს ის საგრძნობლად იყო დაზიანებული, დანგრეული და იმ ნატაძრალზე აგებს საბა ახალ ტაძარს, ჯერ როგორც ჩანს იყო მონასტერი და მალევე იქცა საეპისკოპოსო ცენტრად. იმ ნერსესეული ტაძრიდან არის შემორჩენილი, როგორც მკვლევარნი მიუთითებენ, საკურთხევლის თაღნარი, რომელიც შეინარჩუნეს, როგორც ჩანს, დანარჩენი აიგო ტაძარი, მერე როგორც ჩანს მეათეში ან ახალი ტაძარი აიგო, ან საფუძვლიანად გადაკეთდა, ეს წარწერიდან ვიცით და საბოლოო სახე მე-11 საუკუნის 30-იან წლებში მიიღო. 1032 წელს დასრულდა მეორე ჩენება, რესტავრაცია ტაძრის და ეს არის აუკლარჯეთის ტერიტორიაზე ბოლო დიდი სამშენებლო პროექტი. ანტონ იშხნელი მთავარეპისკოპოსი ყოფილა ამ პროექტის ავტორი, ასე ვთქვათ, და ხუროთმოძღვარი იოანე მორჩაისძე. მე-11-მე-12 საუკუნეებში უკვე იშხანი არის გამორჩეული ცენტრი და იშხნელი ეპისკოპოსის გავლენა კარგად არის აღნიშნული ხელმწიფის კარის გარიგებაში, რომელიც ადგენს მეფის კარზე სხვადასხვა საერო და საეკლესიო თანამდებობის პირთა, ასე ვთქვათ, გავლენებს, უფლება-მოვალეობებს და იქ ხშირად გვხვდება იშხნელი ეპისკოპოსი, როგორც გამორჩეული პატივის მქონე. ერთიანი საქართველოს ეპისკოპოსთა იერარქიაშიც მას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. თვითონ ტოპონიმი იშხანი გახლავთ სომხური, სომხურად იშხანი ნიშნავს კალმახსაც და ნიშნავს წარჩინებულს, დიდებულს, რომელი დაედო საფუძვლად პუნქტის სახელწოდება ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს სომხური წარმომავლობა მიანიშნებს იმას, რომ აქ საუკუნეთა განმავლობაში, როდესაც აქ ძლიერი იყო სომხეთის პოლიტიკური, კულტურული და საეკლესიო გავლენა, ჩვენ ძველ პერიოდშივე დავკარგეთ ტაო, შემდეგ დიდი ხანი სომხები ფლობდნენ, შემდეგ ბიზანტიელები და როგორც ჩანს, სომხური ეთნიკური ელემენტი აქ დარჩა. აი ახსენე სომეხთა კათოლიკოსი ნერსე, რომელიც ქალკედონიზმისკენ იყო მიდრეკილი და ეს ხა უფრო გასაგებენაზე რო უთხრათ მაყურებელს, ნიშნავს მართმადებლობას, ხო? ანუ დღევანდელი გაგებით მართმადებლობას. დიოფიზიტობას, ხო? და ასევე თვითონ ტერმინიც მიგვანიშნებს სომხურ ბექგრაუნდს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს როგორც ბიზანტიის მოსაზღვრე ტერიტორია და საქართველოში პოლიტიკურად შემავალი ტერიტორია შეიძლება ეთნიკურად სომხების მიერ იყო დასახლებული და გარკვეულწილად, ანუ ამის ტოპონიმზეც და კულტურულ ნაწილზეც აისახა, მაგრამ რელიგიურად და ლინგვისტურად ეს არის ცალსახად საქართველო. აი შიგნითაც ახლა ჩვენ ვერ შევდივართ, რადგანაც რესტავრაცია არ დასრულებულა ტაძარში, მაგრამ აი რო გადავიხედეთ სარკმლიდან, ჩანდა საკურთხეველი, რომელიც აი სომხურ სტილზე რაღაცნაირად ცოტა უფრო შემაღლებული არის და ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი, ხო, რომ ტაოში სულ ორი საკათედრო ტაძარი არის, ერთი ბანა და მეორე იშხანი, ესეც მნიშვნელობაზე მიუთითებს. აქ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წარწერები გვაქვს. ესე იგი, მთავარი საკათედრო ტაძრის გვერდით არის პატარა ტაძარი, რომელსაც სააღმშენებლო წარწერა ახლავს თან. ეს ტაძარი, პატარა ტაძარი აშენებული არის ბაგრატ მესამეს, ანუ ერთიანი საქართველოს პირველი მეფის მამის გურგენ მეფის მიერ და ანუ წარწერა არის ქართული, მაგრამ აი პატარა უსუოდნავი პატარა სომხური დათარიღება
ახლავს თან, რაც იმას ნიშნავს, რომ კულტურულ, ესე იგი პოლიტიკურად და რელიგიურად ეს საქართველოა, მაგრამ რაღაც ანგარიში გაუწიეს იმას, რომ შეიძლება აქ მოსახლეობა სადმე ახლო-მახლო სომხურიც იყო და სომხურიც სახლობდა და აი ეს ამ წარწერებში კი, მთავარ წარწერებში, მთავარ ეპისკოპოსი ანტონი და გიორგი პირველი იხსენიებიან, გიორგი გარდაიცვლება 1027 წელს და მისი შვილი ბაგრატ მეოთხე გამეფდება და უკვე ეს დათარიღებული 1032 წლის წარწერაა, სადაც იგივე ანტონ მთავარ ეპისკოპოსი და უკვე ბაგრატ მეოთხე არიან მაშენებლებად მოხსენიებულები. აი ამ რეკონსტრუქციაზეც რომ გვითხრა, როდის დაიწყო ეს, რა გაკეთდა, ქართულ მხარესთან რაღაცნაირად თან შეთანხმებული, შეჯერებული თუ იყო და რა ვიცით, რა მდგომარეობაშია ახლა ტაძარი, შენ თვითონ აი როგორ კმაყოფილი ხარ ამ რესტავრაციის შედეგებით? 2013 წელს, როდესაც აქ ექსკურსიით ამოვედით, სრულიად შემთხვევით დაგვხვდა მიმდინარე პროცესი, იატაკს ადაბლებდნენ და მოხსნილი ფენა გამოქონდათ მიწის მასა და შემდეგ ეს ტექნიკის დახმარებით გაქონდათ და იყრებოდა. ანუ სარესტავრაციო პროცესი, მოსამზადებელი პროცესები დაიწყო არქეოლოგების მონაწილეობის გარეშე. ამას სათანადო რეაგირება მოყვა ჩვენგანაც ქართული საზოგადოებიდან. შემდეგ თურქულმა მხარემ ჩართო რესტავრატორი საქმეში, თუმცა საერთო ჯამში არქეოლოგიურმა სამუშაოებმაც და სარესტავრაციო პროცესმაც ქართული სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. იყო გარკვეული, ვთქვათ, შეხვედრები, საქმიანი შეხვედრები, რაღაცა მოსაზრებების გაცვლა და საუბარი, მაგრამ ამის იქით არ წასულა. რა ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ რესტავრაციის ხარისხსაც დაეტყო ესა და თანაც ჩვენ მოგვაკლდა შესაძლებლობა, უნიკალური შესაძლებლობა, რომ ძეგლი გვეკვლია რესტავრაციის პერიოდში, როდესაც ძალიან ბევრ ადგილას მისვლის საშუალება აქვს სპეციალისტს, ხარაჩოების დახმარებით და ბევრი ფენა გახსნილია, ესეთი კედლებში ჩანს გარკვეული ინფორმაცია და ეს ყველაფერი რესტავრაციის დასრულების შემდეგ უკვე იხურება და მკვლევართათვის მიუწვდომელია. ეს ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტიურად კვლევითმა პროცესმა თუ კი საერთოდ ჩატარდა ჩვენს გარეშე ჩაიარა. ასევე რესტავრაციას ვერ ვიტყოდი, რომ რაღაცა უმძიმესი დარღვევებით ჩაიარა, მეტნაკლებად ნორმალურად ჩატარდა, თუმცა არაერთ ნაკლზე შეგვიძლია მივუთითოთ, რა ძალიან სამწუხაროა და თანამშრომლობის და ასე თქვა კვალიფიციური სპეციალისტები, ქართული მხრიდან კვალიფიციური სპეციალისტების ჩართვის შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა. გარდა ამისა, უმთავრესი რაც შეიძლება ვთქვათ, რომ პრეცედენტია ძალიან ცუდი, რომ ორი მეზობელი ქვეყანა ვერ ახერხებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობას. მაშინ როცა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ ასპარეზზე და ამ დროს კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ყველაზე ადვილია ალბათ სათანამშრომლოდ, აი აქ გვაქვს ესეთი ასე ვთქვათ, ხიდჩატეხილობა, რაც საბოლოო ჯამში ძეგლებისთვის არის საზიანო და ურთიერთობებისთვისაც, რა თქმა უნდა. კარგი. ახლა შემდეგი გაჩერება იქნება ბანა. წავედით.
ახლა ჩვენ ვიმყოფებით ბანას საკათედრო ტაძარში, რომელიც მე-9 საუკუნის ბოლოსა და მე-10 საუკუნის დასაწყისში ააგო ქართველთა მეფემ ადარნასე მეორემ. ადარნასე მეორე არის პირველი, ვინც მიიღო ქართველთა მეფის ტიტული. მანამდე იყვნენ ისინი კურაპალატები, ერისთავთერისთავები, ხოლო ადარნასე არის პირველი ბაგრატიონი მეფე საქართველოს ისტორიაში. ადარნასე გახლავთ აშოტ პირველი კურაპალატის შვილთაშვილი და დიდი დავით კურაპალატის დიდი ბაბუა. ეს ტაძარი იყო საკათედრო, იშხანთან ერთადერთი საკათედრო ტაძარი ტაოს ტერიტორიაზე და მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში, მათ შორის პოლიტიკური როლი. აქ ჯვარი დაიწერა საქართველოს, ერთიანი საქართველოს მეფემ ბაგრატ მეოთხემ. დაახლოებით 1030 წელს ამ ტაძარში მან ცოლად მოიყვანა ბიზანტიელი პრინცესა ელენე. ეს იყო პოლიტიკური ქორწინება, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოსა და ბიზანტიას შორის დაზავებას. მოგეხსენებათ, ბიზანტიელებმა ბაგრატ კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ წაართვეს საქართველოს ტერიტორიები, იმიერტაო, შემდეგ ამ ტერიტორიებისთვის ხელახლა იბრძვის 1020-იან წლებში გიორგი პირველი და გიორგი პირველის გარდაცვალების შემდეგ უკვე მეფედ ქცეულ ბაგრატ მეოთხეს ცოლად მოყავს ბიზანტიელი პრინცესა. ბანას ტაძარი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა არის. ის გახლავთ წრიული ფორმის და აქვს 3 სართული. ახლა შემორჩენილია მხოლოდ ტაძრის პირველი სართულის ნანგრევები. ამაზე დაშენებული იყო კიდევ მეორე სართული და მესამე სართული. ტაძარი 1840-იან წლებში მოინახულა გერმანელმა მოგზაურმა კარლ კოხმა. ის იდგა უნებელი გუმბათით, მაგრამ 1840-იან წლებში ის უკვე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ეს ტერიტორია რუსეთმა ოსმალეთს 1877-78 წლების ომისას წაართვა. აქ ამ ომის მიმდინარეობისას გამაგრებული იყო ოსმალური გარნიზონი. ეს არის შემაღლებული ადგილი, აკონტროლებს აქეთ-იქით პერიმეტრს და თან არის სქელი კედლით ნაშენი, ამიტომ ოსმალებმა ის ციხესიმაგრედ გადააკეთეს. და სწორედ ამ ბრძოლების დროს ტაძარი ინგრევა და იღებს დაახლოებით დღევანდელ ფორმას. მე-20 საუკუნის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა აქ, აღწერა ტაძარი, გადაიღო ფოტოსურათები, მაგრამ ამ დროს უკვე გუმბათი ჩამოქცეული იყო. კიდევაც ნახავს ასწიქდეს თოვლის წიწვიმას სიუდეს ანოხევრებდეს მიწას დინარეები ხვევდეს აღარ ვინი დაჯებოდეს და აღარ სვისაშიოს სიმართლის გამარჯვებას ასე არც ვიხიოდეს ამოდენა დინარე როგორ გადმოირარე შენი ნახვა მინდოდა აღარ დავიგვირარე დავეროს სიცოცხლის სიო მომაკვდა ვარემარესა გაუათასდეს სიცოცხლე საზემზესა და მთვარესა უხვათას ზღვნიდან წყალობას ამ ჩვენს დაჩაგრულ ხარესა ჩვენც მსხვერპლი ძალმომრეობის წრემს აღარ უღრიდეთ მწარესა ჩიტების თბილი გალობა ისმოდეს ყველა მხარესა ამოდენა დინარე როგორ გადმოირარე
ნახვა